უკრაინიდან ოდესის ჩორნომორსკის პორტიდან საქართველოს მიმართულებით 5 დღეში ერთხელ 3 დასახელების ბორანი გამოდის. ესენია კაუნუსი, გრეისფილდი და ვილნიუსი. ნებისმიერ ბორანს ჩორნომორსკიდან ფოთამდე ჩამოსასვლელად 38-დან 45 საათამდე სჭირდება. ყოფილი პრეზიდენტი უკრაინიდან ჩორნომორსკის პორტიდან ერთ-ერთიან ბორანით სწორედ ფოთში ჩამოვიდა. ჩვენი ინფორმაციით უკვე 28 სექტემბერს ღამით მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. 29 სექტემბერს გამთენიისას სააკაშვილი ფოთიდან ჩავიდა ბათუმში. ბათუმში ის მსუბუქი ავტომობილით მამაშვილმა წოწორიებმა წაიყვანეს, რომლებიც სავარაუდოდ ცომაიას და სააკაშვილს ფოთშივე დახვდნენ. მას შემდეგ რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემოვიდა, პირველი რაც მან გააკეთა, იყო ის, რომ მოინახულა ქალაქი ბათუმი. ეს არის გოგებაშვილის ქუჩა, ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილმა პირველი ვიდეო მიმართვა ჩაწერა და სოციალურ ქსელში ამ მრჩევლს გაუზიარა. ეს არის ჩემი ბათუმი. ორში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, ვიცით ხმა ნაციონალურ მოძრაობას. დარავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც მათ სატელიტებს, თუ ნაციონალურ მოძრაობამ არ მოხსოთ, მიეცეთ შედარებით პატიოსთან პატარა პარტიებს. ჩემი ოცნების აღსრულება, მაგრამ საბოლოოდ ეს აღსრულდება, როდესაც საქართველო დადგება ფეხზე. და დღეს აქ სახლებს აშენებენ რუსებისთვის და სადაც ეს არის, იქ არსად არ არის განვითარება და წისვლა. საქართველოდან გარბის ხალხი 50%-ით გაიზარდა. საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აი ამ კორპუსში დღის პირველ 2 საათზე უკრაინის ნომერზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონი ჩართო. გააზრებულად ჩართული ტელეფონის სიგნალი მალევე დაიჭირეს ძალოვანმა სტრუქტურებმა, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია დაიწყო. სააკაშვილისთვის საქართველოში 4 დღიანი მოგზაურობის ბოლო ლოკაცია სწორედ ეს კორპუსი აღმოჩნდა. ბინის მეპატრონე ელგუჯა ცომაია, რომელმაც წინა ღამით დაახლოებით ღამის პირველიდან 3 საათამდე ყოფილ პრეზიდენტს უმასპინძლა, 1 ოქტომბერს დღის 2-3 საათზე ბენზინგასამართ სადგურზე დააკავეს. დაკავების მიზეზად პოლიციელებმა იარაღის უკანონო შენახვა დაასახელეს და ცომაიას ბინის ჩხრეკა მოითხოვეს. 1 ოქტომბერს შუადღის 4-დან 5 საათამდე ვითომ და 1 წალი იარაღის უკანონო შენახვის სპეცოპერაციის ჩასატარებლად ქვიშხეთის 2 ნომერში ძალოვანი სტრუქტურების 6 შავი ჯიპი გამოჩნდა. პოლიციელებს ცომაიას ბინაში რომ სიურპრიზად სააკაშვილი დახვდათ, ამ ამბავს მივუბრუნდები. თუმცა რა ხდებოდა მანამდე? ფოთიდან ბათუმში, ბათუმიდან ფოთში, შემდეგ აბაშაში, ქუთაისში, ქუთაისიდან კი უკვე თბილისში. 30 სექტემბერს გვიან ღამით საქართველოს ნომერ 1 ზებნელი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს დედაქალაქში თბილისში ჩამოვიდა. გარდა იმისა, რომ ჩამოსვლისას ვერავინ გაიგო, რომ ის დედაქალაქში იყო, ის ქალაქის ქუჩებშიც თავისუფლად გადაადგილდებოდა. მან რამდენიმე ლოკაციაც კი მოინახულა და ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც მან ფოტოც კი გადაიღო, საქართველოს პარლამენტის შენობა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პარლამენტის შენობასთან ერთად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაც მოინახულა და კიდევ ერთი ფოტო, რომელიც მან გადაიღო, სწორედ საქართველოს კანცელარიასთანაა. და რაც მთავარია მიხეილ სააკაშვილის ფოტოს გადაღება არც ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაუწყებია. Satmez maitz vetri, to del parlament.